Здравствуйте, здравствуйте, здравствуйте. Счастливых вам голодных игр. И пусть удача всегда будет с вами. Post-apokalipsuri სამყაროს 12 რაიონად დაყოფილ ქალაქ სახელმწიფოს მართავს კაპიტოლიუმი და იმის მაჩვენებლად რომ არიან ძლიერები, ყოველ წელს მართავენ შიმშილის თამაშებს. Primrose Everton. Где ты, душенька? Katniss Everdeen არის 16 წლის თინეიჯერი გოგონა მე-12 რაიონიდან, რომელიც არჩიეს შიმშილის თამაშებისთვის, ასევე პიტა მელარკი. ისინი Katnissმა იცის, რომ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ გადარჩეს, ასევე უნდა მოკლას თავისი თანარაიონელი პიტა, რომელსაც დაუმეგობრდება და ცდილობენ, რომ როგორმე ერთად გაიმარჯვონ. ბოლოს კარგად მთავრდება პიტა და Katniss იმარჯვებენ, მაგრამ მაინც განსაცდელიელით და ნახავთ რა მოხდება შემდეგ წიგნში. რა ვიცი, მაინტერესებს მეც. ეს თინეიჯერების ცხოვრებაზე არის კაპიტოლიუმში გადმოცემული, თუ როგორ ცხოვრობენ ისინი. მეორე რიგში ალბათ იმიტომ, რომ არ არის დამღლელი სიუჟეტები, მოქმედებები ვითარდება ძალიან სწრაფად. და მესამე იმიტომ, რომ არის ემოციური სცენები ძალიან. აი მაგალითად, ჩემი საყვარელი სცენა მაშინ არის, როდესაც Katniss მოხალისედ გამოდის, მხოლოდ იმიტომ, რომ თავისი და გადაარჩინოს. Прим! Я доброволец! Я доброволец! Я хочу участвовать в играх. Доброволец? Мистер Мэр. Уходи отсюда скорее. Уходи немедленно. Беги к маме. Прим, иди. Иди к маме. Прости меня. Нет. Иди к маме. Нет. Прим, уходи. Нет. Иди к маме. Нет. Нет. Katniss როზე წადი აქედან? პირადად მირჩენია წიგნი, რადგან ამდროულად ჩემი გონება უფრო დაძაბული არის, ასე ჩემთან ერთად და რა თქმა უნდა, თითქოს მეც იქ ვარ. ანუ არა რომელიმე მოთამაშე, მაგალითად უნდა ცხე. ან რავი, საერთოდ. ამ ფილმის ყურებისას კი, რავი, უფრო არ ვამუშავებ იმდენად გონებას, არ არის ეს უკვე ის ჩემი სამყარო. დასასრულისკენ უკვე გადამწყვეტი ბრძოლა ჩემთვის უფრო საინტერესოა როგორც არის აღწერილი წიგნში და არა ფილმში, იმიტომ რომ იქ რაღაც უფრო სხვანაირი იყო. Стойте! Позвольте представить вам победителей 74-х голодных игр.